დიზაინის ინსტიტუტმა გაეროს გლობალური შეთანხმების პროექტის ფარგლებში ხარისხიანი განათლების კატეგორიაში დიზაინის საფუძვლების პროგრამისთვის ჯილდო მიიღო. United Nations Global Compact-ის აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ დიზაინ ინსტიტუტი საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. რიცხვებში გამოხატული შედეგები კიდევ უფრო მასშტაბურია. 3000-მდე ვიზიტორი, 60-ზე მეტი კურსი, 60-ზე მეტი საერთაშორისო და ლოკალური კოლაბორაცია, 60 უფასო ღონისძიება დიზაინერებისთვის, 20-ზე მეტი კემპი ბიზნესებისთვის 20 სტიპენდია. ასეთია დიზაინ ინსტიტუტის 1 წლის შედეგები. კომპანიის აღიარებაზე და მიღწევებზე საუბარს სულ ცოტა ხანში ნინო ეგაძესთან დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელთან ვაგრძელებთ. მანამდე კი ვიდეო ბიოგრაფია ვნახოთ სტუმარზე, რამდენიმე წამში კი უკვე პირდაპირ ეთერში ვართ. ნინო ეგაძემ 2006 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2019 წელს კი დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო სკოლა, ხოლო 2020-22 წლებში სწავლობდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში. როგორც დაგპირდით, სტუმართან ერთად ბრუნდებით, ნინო ეგაძე დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელია. ჩვენთან ერთად მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ. უპირველესად გამოვეხმაუროთ ამ აღიარებას United Nations Global Compact-ის გამარჯვებას. რას ნიშნავს დიზაინ ინსტიტუტისთვის 1 წლის კომპანიისთვის ეს აღიარება? რა მნიშვნელობის არის თქვენთვის? პირველ რიგში დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ვიტყვი, რომ სწორედ თქვენ გადაცემაში გავაკეთეთ პირველი ანონსი იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა დიზაინის ინსტიტუტის კონცეფცია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ნდობა მე ძალიან დიდ სიმამაცეს გაძლევს წინიარო. რაც შეეხება ჯილდოს, არანაირი გასვლა გამარჯვებაზე რა თქმა უნდა არ ქონდა, ეს არის გაეროს რაღაცა სოფლიო შეთანხმება, რომლის გარშემოც უამრავი კომპანია ერთიანდება და ერთადერთი ჩვენი სურვილი იყო, რომ თავიდანვე გავყოლოდით მდგრადობის და სხვადასხვა ტიპის ინიციატივების, სასარგებლო ინიციატივების მიმართულებას. საკმაოდ რთული იყო ჩვენი ზომის კომპანიისთვის ამ ხელა ინფორმაციის მოგროვება და თუნდაც აპლიკაციის შევსება და მოკლესიაში მოხვედრა ჩვენთვის ძალიან დიდი ზეიმი იყო და აღმოჩნდა რომ მოვიკეთ ეს ჯილდო. ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ძირითად პროგრამას ეხება დიზაინის საფუძვლებს და ხარისხიანი განათლების ჯილდო გაეროსგან ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება პირველ წელს დაგომსახურებინა. ეს პროგრამა მართლაც განსაკუთრებულია, იქიდან გამომდინარე, რომ აერთიანებს დაახლოებით 250 საათს სასწავლებელს. ეს არის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საბაზისო ან რაღაცა დამწყები ცოდნა ჭირდება და ჩვენ ვცდილობთ ყველაზე მაგარი, ყველაზე პროფესიონალი ადამიანებისგან შეკრული გუნდით ვასწავლოთ ადამიანებს თუ ერთის მხრივ როგორ აირჩიონ სწორად ეს პროფესია დიზაინში, რომელიც უზარმაზარ სპექტრს მოიცავს, მეორეს მხრივ თავის საკუთარი ხელით შეეხონ და ძალიან ბევრი უნარი წაიღონ, ეს შეიძლება იყოს კომპიუტერული პროგრამები, კრაფტი, არქიტექტურის მოდელირება და ბევრი ისეთი რამ, რაც საბაზისოდ ყველა ადამიანს სჭირდება. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ეს სტუდენტები შემდგომში, მაგალითად უბრალოდ მენეჯერები იქნებიან საგარეო პოლიტიკაში იქნებიან თუ მაგალითად კრეატიულ ზონაში სწავლენ, მათთვის ეს უნარები ვიზუალიზაციის იქნება ძალიან სასარგებლო. ანუ ძირითადი მიზანი ამ პროგრამის სწორედაც არის, რომ ნებისმიერ ადამიანს დააჯეროს, რომ შემოქმედებითი უნარი და დიზაინი გამოადგება ნებისმიერ სფეროში და ყველა შეუძლია დაისწავლოს. ვერავის ვერ დავპირდებით, რა თქმა უნდა, გამოვა თუ არა მხატვარი ან გახდება თუ არა ყველაზე მაგარი დიზაინერი, თუმცა ყველაზე კარგი არის, რომ იმ სამყაროში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ეს არის ციფრული სამყარო, ეს არის ხელოვნური ინტელექტის სამყარო, შემოქმედებითი უნარები და ინოვაცია არის მთავარი, რაც შეიძლება რომ ადამიანს განუვითარო და დააჯერო შეუძლია. რადგან ამ კურსებს საუბრობთ, მინდა ამოვწუროთ ბოლომდე და შედეგებით ვკითხოთ. დარწმუნებული ვარ 1 წლის თავზე უკვე კონკრეტულად ჯერ ამ კურსის მიმართულებით საკმაოდ დიდი შედეგები გაქვთ, მათ შორის დასაქმების ჭრილშიც. აი, აქ რა პოტენციალი დაინახეთ და რა წარმატებულ მაგალითებზე შეგვიძლია საუბარი. ჩვენ არ ვპირდებით არავის დასაქმებას, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი თვითონ აშენებს თავის საკუთარ გზას. ყველა ხელსაწყოს ვაძლევთ იმისთვის, რომ იმუშაოს ამ მიმართულებით, თუმცა მესამე ნაკადი ავიყვანეთ ახლა დიზაინის საფუძვლები. ეს არის ძალიან დიდი შედეგი იმისთვის, რასაც პირველ წელს ველოდით, რა თქმა უნდა და განსაკუთრებით ხაზგასასმელია სტიპენდიები, რომლებიც ჩვენი მეგობრების, ინსტიტუტის მეგობრების და მაგ ჯორჯიას მეშვეობით, ასე ვთქვათ, შემოწირულობის სახით მივიღეთ და პრაქტიკულად 20 სტიპენდიის გაცემა შევძელით ამ პერიოდში. ანუ ეს პროგრამა გარდა იმისა, რომ ხელმისაწვდომია ყველასთვის და ვცდილობთ, რომ შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ პრაქტიკული თუ სამსახურეობრივი თვალსაზრისით, ასევე დასაქმების ნაწილში საკმაოდ დიდი შესაძლებლობა მოგცა, იმიტომ რომ დიდი კომპანიები დაინტერესებულები და არა მარტო დიდი მცირე კომპანიების დაინტერესებულები არიან აი ამ მზარდი ტალანტებით, რომლებიც პრინციპში მომზადებული
განთავსებული არიან იმისთვის, რომ ნებისმიერ მარკეტინგულ თუ დიზაინ თუ რა ვიცი, პროდუქტის გუნდში გააგრძელონ საქმიანობა. დასაქმების ასე ვთქვათ, ნიშნული გვაქვს საკმაოდ მაღალი. პირველი ჯგუფი, რომელმაც დაამთავრა, იმიტომ რომ მეორე და მესამე ახლა სწავლობენ, უკვე ნაწილობრივ დასაქმდა, ნაწილმა მიიღო საკმაოდ კარგი შეფასება საერთაშორისო უნივერსიტეტებისგან და ინსტიტუტებისგან და ასევე ძალიან საამაყოა, რომ ერთ-ერთმა ჩვენმა ნაკადის წევრებმა ერთად შექმნეს სტარტაპი. გოგოებმა მათ ასაკია თვალწები 20-21 წელი. ეს გონი ყველაზე საამაყო შედეგია, რაც მალე გამოვაქვეყნებთ ამ ამბავს. ერთი წლის თავზე დიზაინ ინსტიტუტს. მინდა პატარა, ასე ვთქვათ, განახლება გავაკეთოთ იმ კურსების შესახებ, რაც ზოგადად ერთიანდება უკვე ერთი წლის თავზე დიზაინ ინსტიტუტის ჭრილში და ვისაუბროთ მათ ვადებზეც. როგორც ვიცით, არის მოკლევადიანი, შედარებით მოკლევადიანი და უფრო შედარებით ხანგრძლივი კურსები. იცით რა, ჩვენ შევეცადეთ ისეთი კურსები შეგვექმნა, ხარისხობრივად რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა შესაძლებელია ადამიანს ჭირდებოდეს, როგორც მაგალითად მცირე ბიზნესის წარმომადგენელს ან სტარტაპის მფლობელს შეიძლება ჭირდებოდეს ბლიც კურსი ბრენდინგის ნაწილში, ეს არ ნიშნავს, რომ ის რაღაც პროფესიონალი გახდება ამ დარგში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდეს როგორ ემუშაოს თუნდაც თავის საკუთარ ბრენდს და როგორც დამკვეთი იყოს უკეთესი. დაწყებული რაღაც 3 და 4 დღიანი ვორქშოპული მიდგომებით, როგორც არის ინოვაციების დიზაინი, ბრენდის სტრატეგია და საბაზისო რაღაც უნარები და გარდა ამისა, როგორც თქვენ ახსენეთ, ბევრი ერთდღიანი უფასო კურსი და მასტერკლასიც გვაქვს, მათ შორის უცხოელი ლექტორებისგან და ამით ძალიან ვამაყობთ. ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ ერთი თვიდან 3 თვემდე კურსები აირჩიოს. ძირითადად ეს არის სამსახურის შემდგომ, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან ან ფრილანსერები, ან რაღაც კონკრეტულ ორგანიზაციებში, მცირე თუ დიდ ორგანიზაციებში მუშაობენ და ჭირდებათ განვითარება და ჩვენ ვავნებით ადამიანებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროდან ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლია შენი პირადი განვითარებისთვის აირჩიო კურსი, ან მაგალითად კონკრეტულ უნარს დაეუფლო და წაიღო. ანუ მაგალითად ძალიან პოპულარული არის კონტენტის მენეჯმენტის მიმართულებები, ძალიან პოპულარული არის ციფრული კომუნიკაციის ნაწილი, პოპულარულია დიზაინის და შემოქმედებითი უნარების და კრაფტის ნაწილი, რომელშიც მაგალითად ადამიანები რაღაცა სხვადასხვა მასალასთან მუშაობენ და ძალიან ხშირია რომ გვეუბნებიან რომ მე არასდროს არ მქონია შანსი რომ ეს მეკეთებინა, მე არასდროს არ მეგონა რომ შემეძლო რომ დამეწყო და რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ ბალანსი დავიცვათ და რაღაც არასწორი მოლოდინის არ შევქმნათ ადამიანს, იმიტომ რომ არის კურსები რომლებიც კონკრეტულ უნარს დაგასწავლის, როგორც ვიდეო წარმოება, მაგალითად ძალიან პოპულარული არის და აქ უკვე რაღაცა პროდიუსერობის საქმეზე მივდივართ და მაგალითად იგივე პროდუქტის დიზაინი ჩაუშვით ახლა რომელსაც ძალიან კარგი სილაბუსი აქვს და სუპერ პროფესიონალები ასწავლიან, მაგრამ ამავდროულად არის კურსები რომელიც უბრალოდ мотиваციას და ინსპირაციას გაძლევს და განვითარების შესაძლებლობას გაძლევს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ ავურიოთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ არაფორმალურ განათლებაზე, შესაძლებელია შენ გჭირდებოდეს ეს უნარი სამსახურისთვის, ან გჭირდებოდეს იმისთვის რომ რაღაცა პირადი განვითარების გზაზე სწორი, მაგალითად თუნდაც მომავალი პროფესია აირჩიო და ეს ძალიან გვეხმარება. ახალი კურსები კიდევ უფრო მეტად თამამია, იმიტომ რომ მივხვდით რომ ადამიანს მეტად ჭირდებათ. მაგალითად ვიზუალური ენა არის კურსი, რომელიც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ადრე ეს იყო უფრო დიზაინერებისთვის გათვლილი კურსი და ახლა მაგალითად ბევრმა მენეჯერმა გადაწყვეტა რომ ჭირდება და ასევე თქვენც ახსენეთ კემპების ნაწილი, ბიზნეს კემპების ნაწილში ძალიან მოქნილები ვართ და ბიზნესებთან ვმუშაობთ, მათი ასე ვთქვათ ღირებულების გასაზრდელად და ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს და ასევე დიდ ბიზნესებსაც, რომ უკეთესი ორგანიზაციული დიზაინი და უკეთესი მიდგომები ქონდეთ თავის შემოქმედებით პროცესში და ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი გავიარეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, რომელიც გულისხმობს აუდიტსაც და გულისხმობს თვითონ პროცესში გაყოლას და შემდგომ განვითარებას. თუმცა ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი არის ის, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ გახდნენ დიზაინერი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც მენეჯერული პოზიცია აქვს და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ორგანიზაციულ დიზაინზე, ვსაუბრობთ სტრატეგიულ დიზაინზე, დიზაინ თინკინგზე, პროდუქტის დიზაინზე და ასე შემდეგ. ანუ ბიზნესისთვის საჭირო ხელსაწყოებზე დიზაინის გან. კი ბატონო, ნინო, რადგან ერთი წლის გახდა თებერვალში დიზაინ ინსტიტუტი, მინდა შედეგები შევაფასოთ მოთხოვნის თვალსაზრისით, რამდენად გაამართლა ის მოლოდინები, რაც ჩანაფიქრში გქონდათ, გათვალისწინებით იმისაც, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში მოგიწიათ, დაწვრთული იყო 2024 წელი, სხვადასხვა მოვლენებიდან გამომდინარე და ესეც ცხადია რაღაც გავლენას გარკვეულწილად მოახდენდა. როგორია ის შედეგები და რა არის თავის სირთულეები, რაც გადავახეთ ამ პროცესში? პირველი რასაც ვიტყვი და გამეორდები არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ უკეთეს დროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სულ პერიოდში მოგვიწია. სულ პერიოდში მოგვიწია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს კრიზისი ურტყავს ზუსტად შემოქმედებით სფეროს, მათ როგორც შემოსავლის ნაწილს, ისე თვითონ იმედს და მომავალს და იმას, რომ რაღაც განვითარებას აუცილებლად თან უნდა სდევდეს უნარების განვითარება, შესაბამისად მიღმული ვართ ამ პროცესზე. არ ვიცი უკეთეს და უფრო დაალაგებულ სამყაროში როგორი იქნება ეს ყველაფერი, თუმცა ძალიან საინტერესო შედეგები გვაქვს, ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობთ ბიზნესის მხარეს და მათ
მათ დაინახეს ღირებულება, იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ დიზაინი ეს არ არის ვიზუალური ხელოვნება, ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რომ გაზარდოს საკუთარი, ასე ვთქვათ, მზაობა ახალ სამყაროში ოპერირებისთვის. შესაბამისად, რაც შემიძლია ვთქვა ერთი წლის შედეგებზე არის, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო კონტაქტი დავამყარეთ, ეს არის მართლა უნიკალური კონტაქტები, საუკეთესო უნივერსიტეტები და ინსტიტუტები ევროპაში დიზაინის თვალსაზრისით, ასევე გვაქვს პარტნიორობები ძალიან მაგარ ინსტიტუციებთან გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, როგორც ვახსენე, გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები უკვე ჩვენს რეგიონში. ესეც ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს როგორც სტარტაპს და დამწყებ ორგანიზაციას, რომ რისკების მინიმიზაცია და დივერსიფიკაცია გავაკეთოთ და ასევე გვაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო ფართოდ გავშალოთ ის კურსები და შეთავაზებები, რომლებიც გვაქვს. რეალურად ჩვენ ვმუშაობთ სამი მიმართულებით, ეს არის განათლების მიმართულება, სადაც გვაქვს კურსები და სხვადასხვა ტიპის და ზომის პროგრამები. მეორე მიმართულება ეს არის ბიზნესის აუდიტი, დიზაინის თვალსაზრისით და ვეხმარებით ბიზნესებს ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებაში და სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმაციებში და მესამე მიმართულება ალბათ ესე მსხვილად რო გამოვყოთ, არის კოლაბორაციები, ეს არის ფესტივალებთან, ღონისძიებებთან კოლაბორაციები, რაც ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ დიზაინ კომუნას მივცეთ ძალიან ბევრი რესურსი, საერთაშორისო და უფასო. მათ შორის უცნაურად აღმოჩნდა, რომ ბევრი დიზაინერი მოგმართავდა დასაქმების თვალსაზრისით და ჩვენი მხრიდან იყო ასევე დაინტერესება, რომ დაგვესაქმებინა ეს ადამიანები და დიდი კომპანიები გთხოვენ ხოლმე რეკომენდაციებს და ეს რაღაცა ხიდით შედგა. და ამითიც საკმაოდ ამაყები ვართ, იმიტომ რომ ერთის მხრივ ვეხმარებით დიზაინერებს, რომ თავის პორტფოლიო და ასე შემდეგ წარმოჩენის საშუალება მივცეთ და მეორეს მხრივ კომპანიები მოგმართავენ, რომ იპოვონ ხარისხიანი ასე ვთქვათ, მომავალი თანამშრომლები თავისთვის. ნინო, რა იქნება უკვე შემდგომ ერთ წელში? თქვენ რეგიონის ახსენეთ, მოთხოვნაც ახსენეთ, საერთაშორისო კავშირებიც. უპირველესად მინდა გითხოთ, თუ იგეგმება, რომ ეს პროექტი გაცდეს თბილისის მიღმა, დარწმუნებული მოთხოვნა არის რეგიონებშიც და აუცილებლობაც რომ არსებობდეს მსგავსი. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ ვიყოთ ხელმისაწვდომი რეგიონისთვისაც, არის თუ ყველაფერი თქმა უნდა გაგრძელდა დონორებთან, ძალიან დიდი დაინტერესება დონორების მხრიდან, რომ ზუსტადაც რეგიონებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სწავლება. ასევე ძალიან დიდი ინტერესი არის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე უფრო ვფიქრობთ საქართველოდან ცოდნის და კონსულტაციების და სტრატეგიული ნაწილის, ასე ვთქვათ, ექსპორტზე, მაგრამ მომავალზე რომ ვისაუბროთ სამწლიან ჭრილში, ალბათ ერთ-ერთი მთავარი, რასაც გვინდა რომ მივახციოთ, ეს არის რომ გავიდეთ რაღაც მდგრად პოზიციებზე, გქონდეს შესაძლებლობა რომ თუნდაც ინსტიტუციონალიზაცია გავაკეთოთ იმ პროცესების, რომელიც გვაქვს მათ შორის სერტიფიკატების ნაწილში და აკრედიტაციის ნაწილში და ასევე ჩვენი გეგმა არის რომ თბილისს გავცდეთ და მაგალითად კამპუსის ნაწილზეც ვიფიქროთ იმისთვის, რომ თუნდაც უცხოელიან ქართველი სტუდენტებისთვის გქონდეს შესაძლებლობა, რომ ისწავლონ ჩვენთან ერთად. ჯერ საკმაოდ ესეთ მნიშვნელოვან მომენტში ვართ იმისთვის, რომ ზუსტადაც მომავალი განვითარების გეგმაზე ვმუშაობთ ახლა. თავიდან ეს ყველაფერი გამოიყურებოდა უფრო მეტად ალბათ რაღაცა კონცენტრირებულად საქართველოსთვის, თუმცა გრძელვადიან გეგმაში გქონდა რეგიონალური განვითარება, უფრო ადრე მოხდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, ახლა უფრო მყარად და უფრო ესე ნათლად ვხედავთ, რაც შეიძლება რომ განვითარდეს და საკმაოდ საინტერესოა ის, რომ დაწყებული წიგნის მაღაზიით, რომელიც გვაქვს დამთავრებული ფანდრაიზინგით, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს, ასევე მაგალითად ფესტივალების და კონფერენციების ორგანიზების ნაწილში საკმაოდ ესეთი საინტერესო პოზიცია გამოვლინდა და ხაბივით გავხდით იმ თუნდაც ინსტიტუციებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის და მე რესურსებს ცოდნა განავითაროს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ განვითარების გზა ძალიან დიდია. იმედი გვაქვს, რომ არაფერი არ შეგვიშლის ამ გზაზე და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი თავისი კრეატიული და დიზაინ რესურსი გაიტანოს ქვეყნის გარეთ. ამის შესაძლებლობა უკვე არის და უკვე გვაქვს პროექტები, რომელზეც ვმუშაობთ. ეს არის სომხეთი, უზბეკეთი, სხვადასხვა ტიპის სხვა ქვეყნები, მათ შორის მოლდოვა, რუმინეთი და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ შეუძლებელია, რომ ამ ცოდნას გზა არ კონდეს და ზუსტად ამიტომაც ერთის მხრივ ვასწავლით მომავალ თაობას და იმ საუკეთესო სპეციალისტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ სწორად დაიწყოს ამ მიმართულებით განვითარება და უკვე არსებულმა სპეციალისტებმა შეძლონ თავის პოტენციალის გამოყენება, იმიტომ რომ ძალიან კონცენტრირებულია ცოდნა. მადლობა და მადლობა ძალიან დიდი თქვენი სტუმრობისთვის, საინტერესო ამბებისთვის და მოკლედ არ გვეყოთ რომ მოვიკითხოთ საერთაშორისო ბაზრების ასე ვთქვათ გეგმები და ის პირველი ჩანასახი რაც უკვე ამ მიმართულებით არსებობს, ამიტომ შემდგომი შეხვედრისთვის ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებები დიზაინ ინსტიტუტს. ნინო ეგაძე დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.